ესთეტიკური მედიცინის შესახებ ცნობადობის ამაღლება, პაციენტთა და პროფესიონალთა უფლებების დაცვა, დარგში სანდო ინფორმაციების გაცვლა. ეს არის ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის მიზანი, რომელიც საქართველოში სულ ახლახანს დაფუძნდა. ასოციაციის საქმიანობაზე, კონკრეტულ ნაბიჯებსა და გეგმებზე საუბარს ასოციაციის დამფუძნებლებთან, თაკო ლულდუასთან და ასოციაციის საბჭოს წევრ ბაია კონდრატიევასთან ვისაუბრებთ. მოგესალმებით, გოგონებო, მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად ამ ძალიან მნიშვნელოვანი და ბოლო პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ აქტუალური თემით ესთეტიკური მედიცინა ეს თქვათ ინტერესის განსაკუთრებულ მწვერვალზეა ახლა. მიღმა შესწავლისა, რაც თქვით, რას ემსახურება და რა არის ძირითადი მიზნები, მინდა კიდევ ერთხელ მაყურებელს გავიმარტოთ, რა იყო ის იდეა, რის გამო შემოც გადაწყვიტეთ, რომ დაფუძნებულიყო, ეს თქვათ, ასოციაცია. დავიწყოთ ბაია თქვენით და აუცილებლად ორივე მინდა ამ საკითხს შევეხოთ. მოგახსენეთ, მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი თაკო უფრო კარგად გასცემს ამ კითხვას პასუხი, რადგან იდეა მას ეკუთვნის და შესაბამისად ის პირველი ნაბიჯები, რაც უკვე გატარდა, ქალბატონი თაკოს და კიდევ არაჩვეულებრივი ადამიანების დამსახურებაა და ასე რომ სიტყვას დაუწყო. კი ბატონო, თაკო, კითხავთ მაშინ რატომ გაჩნდა იდეა? დიახ, თვითონ ესთეტიური მედიცინა არც ისე დიდი ხანია, რაც ვთქვათ, არსებობს და დაახლოებით ალბათ 15 წელიწადია საუბარი და ამ 15 წლის განმავლობაში ესე მართლა ნაბიჯ შეიკრა ეს სფერო, განვითარების ელვისის სწრაფით განვითარდა და ყველა მithქმა-მოთქმაც ბევრი გაჩნდა, ბევრი კითხვები გაჩნდა, ვინ უნდა იმუშაოს, ვინ არ უნდა იმუშაოს, როგორ უნდა იმუშაოთ, ან როგორც მედიცინის სხვა დარგში არსებობს რაღაცა ტიპის პროტოკოლები, არსებობს გაიდლაინი, რის მიხედვითაც ჩვენ ექიმები ვართ ხოლმე რაღაც კონკრეტულ ჩარჩოში და იმის იქით ნაბიჯის გადადგმის უფლება არ აქვს. აქ არის ცოტა უფრო ქაოსური სიტუაცია. ამაზე ყოველთვის მეფიქრებოდა პირადად მე, რომ რაღაც დარგი ცალკე არსებობდეს, სადაც გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, პროტოკოლები და ასე შემდეგ, ეს მედიცინის კუთხით რომ ვკითხოთ. ამის გარდა აი სოციალურ ქსელში ჯგუფები, სადაც ბევრი ხშირი პოსტი ხდებოდა ამასთან დაკავშირებით, რომ ყველას ექიმი აწერია დღეს, ვინ არის სანდო, ვისთან შეიძლება მივიდეთ და ჩავიტაროთ პროცედურები. ერთმანეთს რეკომენდაციებს უწევდნენ, თავიდან ძალიან ისე იყო. ცოტანი იყვნენ, ასე ვთქვათ, სპეციალისტები, ვისაც აქებდნენ და ვისთანაც შეიძლებოდა ამ პროცედურების ჩატარება. ეხლა არის ძალიან ბევრი, შესაბამისად უნდობლობა გაჩნდა სფეროს მიმართ. ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარები მხდებოდა, რომ აი სამთვიანი კურსით დაიწყეს კეთება და დღეს ყველას ექიმი ქვია და დამაკნინებელი მესიჯები წამოვიდა ძალიან ბევრი. ამიტომ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, მე და რამოდენიმე ადამიანი არის, რომელიც რაღაცა ფანტასტიკურად ვიჯექით და მუშაობდით ამაზე დაახლოებით წელიწად ნახევარი, რომ რა კონცეფცია შეიძლება მოგვეფიქრებინა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსწორებული იყო მდგომარეობა როგორც დარგში, ექიმების კუთხით, ყოფილიყვნენ თანაბარ პირობებში მუშაობის თვალსაზრისით და თვითონ პაციენტებს ქონოდათ საშუალება, რომ სანდოობა ქონოდათ მეტი და მათ გაეკეთებინათ არჩევანი არა ტყუილზე, არა პიარზე, არა ვთქვათ, კარგად შეფუთულ მარკეტინგულ ნაწილზე, არამედ მართლა სანდო ინფორმაცია მიიღოთ, ასე დაფუძნდა შემდეგ გაიგო. ეს არის თავარი იდეა, რის გაერთიანდნენ პროფესიონალები. რა არის ის მიზნები და ნაბიჯები, რაც არის უკვე დაგეგმილი, რომ გადაიდგას ასოციაციის ფარგლებში იმ ადამიანების ასე ვთქვათ ჩართულობით, რომლებიც უკვე გაწევრიანებულები არიან? ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ერთობა, სადაც ყველა ესთეტიკოსი ექიმი უნდა შევიკრიბოთ, გავძლიერდეთ პირველ რიგში საკუთარ თავში, შემდეგ უკვე მივიღოთ გარკვეული რეგულაციები, გარკვეული ჩარჩოები, ესე ვთქვათ, და ამის შემდგომ უკვე უნდა დავიწყოთ შემდეგი ნაბიჯები, მე ესე წარმომიდგენია, განათლების ამაღლება, რომელიც არის მთავარი ესეთი პრიორიტეტი როგორც ასოციაციის, ასევე ყველა ადამიანისთვის, ჩემი აზრით და ყველა ექიმისთვის, რადგანაც განათლებული და ესე ვთქვათ, განვითარებული ექიმი არის ძალიან დიდი ძალა. შესაბამისად, ვფიქრობ, პირველი ნაწილი ეს გახლავთ. დანარჩენი სამუშაო გეგმის ნაწილს ასევე კარგად ქალბატონი თაკო მოგვახსენებს, იმიტომ რომ ძალიან ფართოა ეს ყველაფერი, ვფიქრობთ თანამშრომლობას უცხოელ კოლეგებთან, რომლებიც განაცდიახ ძალიან დიდი ინფორმაციას წამოვიღებთ, ის ინფორმაცია, რაც ამ ეტაპისთვის ჩვენ ალბათ არ გვაქვს სათანადოდ და ყველაზე მთავარი მიზანი არის საერთაშორისო ასპარეზზე შესაბამისი გამართული ზურგით ვიყოთ წარმოდგენილები, იმიტომ რომ ევროპის კუთხით რომ ვთქვა, დიდი ესეთი წარმოდგენა ჩვენს ექიმებზე, მხოლოდ რამოდენიმეზე შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ჩვენ ამ დროს აქ ძალიან მაგარი სპეციალისტები გვყავს, ისეთი სპეციალისტები,
რომლებიც შეიძლება ვიამაყოთ მარტო ჩვენ კი არა, არც ძალიან ბევრმა. უბრალოდ მათ ჭირდებათ პატარა ბიძგი და მათ ჭირდებათ პოპულარიზაცია და ჩვენ გვჭირდება ერთიანი მთლიანი ძალა, სადაც ერთად ყველანი ერთმაგიდასთან დავსხდებით და დარგის განვითარებაზე ვიზრუნებთ. ყველას ექნება თავისი მიმართულება, ყველა შემოგთავაზებს თავის იდეებს და ეს ყველაფერი იქნება ხანგრძლივი სამუშაო პროცესია, რა თქმა უნდა, თუმცა ოდესღაც უნდა დაწყებულიყო და როგორც იქნა დაიწყო, როგორც იქნა დაიწყო. დიახ და ერთს დავამატებ ძალიან მთავარს და მნიშვნელოვანს, აი თაკომ წეგან სწორედ ბრძანა, რომ რეალურად პატარა ისტორია გვაქვს თითქოს და 15 წელი მედიცინაში არაფერი არ არის, მაგრამ ისევე როგორც ყველა მედიცინის დარგი ნელ-ნელა ვიწრო სპეციალობად ჩამოყალიბდა და თავისი განვითარების კალაპოტში ჩადგა, ესე ვთქვათ, ასევე გვჭირდება დღეს ესთეტიკურ მედიცინას, იმიტომ რომ ვართ როგორც აღნიშნე მიჯნაზე, თითქოს რას უნდა ვეკუთვნოდეთ, ვის უნდა ვეკუთვნოდეთ, სინამდვილეში ახლა თვითმყოფადობის დროა, რომ ჩვენც წარმოვადგენთ უკვე ძლიერ ძალას, ჩვენც წარმოვადგენთ ესე ვთქვათ მიმართულებას, სადაც გვჭირდება რეგულაციები, გვჭირდება პროტოკოლები, გაიდლაინები, რომელსაც ყველა დავემორჩილებით და ყველა ვიქნებით თანაბარ უფლებიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ძალიან დიდ პოზიტივს შეიტანს პაციენტების, ესე ვთქვათ, უსაფრთხოებაში ძალიან დიდ წვლილს. ეს ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ. მანამდე მინდა გითხოთ, უკვე რამდენი წევრი ასოციაციის ფარგლებში გაერთიანებული? როგორ? უკვე 70-ია. ძალიან ახალი არის. და როდის დაფუძნდა ეს? რა პერიოდში მოხერხდა ამ დიდი ადამიანის შემოქმედება? თვითონ კი ოფიციალურად დაფუძნდა დაახლოებით იქნება 3 თვე, მაგრამ ისეთი აი PR-ის თვალსაზრისით რომ აი არსებობს უკვე ასოციაცია და მოდით გაწევრიანდით მოწოდება იყო დაახლოებით კვირანახევრის წინ და ამ კვირანახევარში უკვე ამხელა აქტიურობა არის და ნუ ვიმედოვნებთ რომ არ დაგჭირდება ალბათ 6 თვე იმისთვის რომ რაღაცა ძალიან დიდი ციფრი დავასახელოთ შემდეგ რომ ჩვენ ასოციაციაში ვართ უკვე ამდენი. ასოციაციის სტრუქტურულად გეტყვით თუ კი როგორი სტრუქტურა არის, ყავს დაფუძნებლები, თუმცა დაფუძნებლები ვართ სუფთა მენეჯმენტის დარგში, ანუ რომ სტრუქტურა გაიმართოს და შემდეგ ამას იმუშავებს იქ საბჭო. საბჭოში იქნებიან არა მხოლოდ დარგის სპეციალისტები, იქნებიან იურისტები, იქნებიან სხვა დარგის სპეციალისტები, როგორც არის ქირურგი, ალერგოლოგი, ანუ მომიჯნავე დარგი, ვიცი აზრით ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, იმიტომ რომ ეს არის მედიცინა, ეს არის მთლიანი ერთიანი სხეული და აქ არ არის ცალკე გატანილი ტუჩი და ცხვირი, ის არის ერთი სხეულის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ნაწილები. შესაბამისად, საბჭო მიიღებს ყველაზე მთავარ გადაწყვეტილებას ხოლმე, საბჭო აირჩევს პრეზიდენტს, რომელიც იქნება 2 წლიანი ვადით და პრეზიდენტს ექნება ყველაზე დიდი მოვალეობა, რომ 2 წლის განმავლობაში აი მთავარი ჩვენი მესიჯები რაც არის, ის შეასრულოს ხოლმე. ამის გარდა გვეყოლება საპატიო წევრები იმუშავებენ უკვე, რომ თუ დარჩა რაიმე ისეთი საკითხები, რომელიც თქვათ საბჭოს დახმარება ჭირდება და ერთობლიობაში იყოს ეს გადაწყვეტილი და გვეყოლება ექსპერტები საზღვარგარეთიდან, როგორც ასოციაციის, ასე ვთქვათ, მომიჯნავე სპეციალისტები და მათი რეკომენდაციები, მათი დახმარებით შემოვა ახალი პროტოკოლები და ეს ყველაფერი აუცილებლად იმსახურებს, რა ვიცი, თანადგომას და მე აქვე მოუწოდებს ყველა სპეციალისტს, ვინც დღეს გვისმენს, რომ ეს არ კეთდება ჩვენთვის, ეს არ კეთდება თაკოლოლუასთვის, ეს არ კეთდება ბაია კონდრატიევასთვის, ეს კეთდება თქვენთვის, ეს კეთდება ხალხისთვის და პაციენტებისთვის და ძალიან გთხოვთ, რომ დაგვიდგეთ გვერდში, რომ სწრაფად მოხდეს, უბრალოდ დროში არ გაიწყელოს. დიახ და აქვე დავამატებდი რომ აი ეს ზუსტად ის რომ თანაბარ უფლებებში თანაბარ მნიშვნელოვნად ვარ და აქ არ არის რაღაც ეს იერარქიული შეიძლება რაღაცნაირად ეს სახელი რომ რაღაცა ვიღაცას თანამდებობა ასე შემდეგ ეს საერთოდ არ წარმოადგენს რამე განსაკუთრებულ პრივილეგიას ეს არის ერთობის ნაწილი სადაც ყველა ადამიანს ყველა ექიმს ექნება თავის გამოხატვის სრული საშუალება და ეს არის ჩემთვის როცა გამანდეს ეს იდეა ჩემთვის ეს იყო ყველაზე ღირებული რაზეც დგას ასოციაციის მთავარი ფუნდამენტალური იდეა, რომ იყოს ერთობა, იყოს თანაბარ მნიშვნელოვანი და მეორე საერთო მიზანი დიახნამდვილად და ეს მიზანი გახლავთ ძალიან ძვირფასი პაციენტის კმაყოფილება და სიმშვიდე. კი ბატონო. ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ პაციენტები, რომლის გამოც იდეაში კეთდება ეს ყველაფერი.
როგორ დაიცავს, ასე ვთქვათ, ასოციაცია, ასე ვთქვათ, მათ უფლებებს, რა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნაწილში, მათ შორის ჩვენ ეთერამდე საუბრობდით ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, მომხმარებელს, რომელიც სხვა პროცედურის შედეგად დაზარალდა და ეს იყო ძირითადად იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, ცნობიერება ამაღლებული კონკრეტულ პრეპარატზე, მომსახურებაზე, იმ გარემოზე, სადაც ამ, ასე ვთქვათ, მომსახურებას იღებდნენ. ამ ნაწილში რა არის დაგეგმილი და ამ კუთხით როგორ მოხდება ეს სამუშაოები? ორივესგან მაინტერესებს პასუხი და ასევე რამდენად აქტუალურია დღეს ეს პრობლემა, რაზეც ახლა მე ვისაუბრე. კი, პრობლემა ძალიან აქტუალური არის და აქვე მინდა თავიდანვე ხაზგასმით თქვა ის, რომ საერთოდ არ არის ვალდებული პაციენტი იცოდეს პრეპარატი, იმეცადინოს მისი ქიმია, ბიოქიმია და იცოდეს რასთან არის თავსებადი და როგორი მდგომარეობა უნდა იყოს ორგანიზმში იმ მომენტში, როდესაც შეიძლება ინექციის გაკეთება, ვინაიდან როდესაც ჩვენ ქირურგებთან მივდივართ ან სხვა დარგის სპეციალისტებთან, სულ მეცადინეობთ ფარმაკოლოგიას, ხო, მანამდე, რომელი პრეპარატი უნდა დავინიშნოთ და ამ დროს კიდე ჩვენთან საერთოდ სხვა სიტუაცია. მოვა პაციენტი გვეუბნება, აი ეს პრეპარატი მინდა, აი აქ. და ამ დროს ჩვენ ფუნქცია მოვალეობა რეალურად იკარგება და თუ რაიმე გართულება ხდება, ისევე ექიმს ბრალდება, მაგრამ რეალურად ამ შემთხვევაში დამნაშავე არის თვითონ პაციენტი, რომელიც ბევრ საკითხს იღებს საკუთარ თავზე და ეს მესმის თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმი განუვითარდათ უკვე პაციენტებს, ვინაიდან არ იციან როგორ მოიქცენ, აბა როგორ დავიცვათ თავი. თვითონ ეძებენ პრეპარატს, თვითონ ეძებენ სპეციალისტს და სამწუხაროდ სპეციალისტს ეძებენ ნამუშევრებით და ეს არ არის ის დარგი, სადაც ჩვენ სოციალურ ქსელში რასაც ვხედავთ, ეს რეალობა არ არის. ვინაიდან შედეგი, რომელიც იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ, ის არის იმ პაციენტის შედეგი და ის არ ნიშნავს, რომ ჩვენ მეორესაც იგივე ანალოგიურად. ჩვენ უნდა შევარჩიოთ სპეციალისტი კვალიფიკაციის მიხედვით და იმის მიხედვით, თუ რამდენად მისი გემოვნება და ჩვენი გემოვნება არის თანხვედრაში და რამდენად გასაუბრობის საფუძველზე მან დააკმაყოფილა და ამომწურავად გასცა პასუხები ყველა იმ კითხვას, რომელიც კითხვას ჩვენ გაგვაჩნია. ეს არის ზუსტად გაიას მიზანი, რომ ჩვენ ეს ცნობიერება მომხმარებლებში ავამაღლოთ. პაციენტებმა იცოდნენ ის, რომ მათთვის არ არის აუცილებელი იმეცადინონ პრეპარატები. როგორ აიციოს პაციენტმა ესეთი შემთხვევები? დღეს ბევრს ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე და ალბათ გაიას თავარი იდეაც გამჭვირვალობა. ანუ მან უნდა იყოს მოკლედ ინფორმაცია ძალიან ხელმისაწვდომი ყველა პაციენტისთვის ექიმის შესახებ, რა თქმა უნდა, და რაც ვთქვი წეღან, რომ აი გაია მისცემს ყველა ექიმს საშუალებას განვითარების, ანუ სწავლის და როგორც აღნიშნეს, სწავლა არის ერთ-ერთი ყველაზე ესე ვთქვათ პაციენტისთვის განათლებული, განვითარებული ექიმთან მოხვედრა ნიშნავს, რომ შენ მაქსიმალურად ხარ დაცული. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც არალიცენზირებული პრეპარატი არ გაგიკეთდეს, ან არასწორად არ გაგიკეთდეს რაიმე პროცედურა, შესაბამისად ვთვლით, რომ უკვე გაიაში გაწევრიანება, ეს იქნება ის მომენტი, როდესაც ყველა ადამიანს ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, შესაბამისი განათლება, თუ არ აქვს შესაძლებლობა მიეცემა, რომ ჰქონდეს და აი ეს განაპირობებს, მე ვფიქრობ, პაციენტის უსაფრთხოებას, ანუ ასოციაციის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან, როგორც თქვენ ახსენეთ, საერთაშორისო ექსპერტებიც ჩართულები და საერთაშორისო პრაქტიკის, ასე ვთქვათ, გათვალისწინებაც მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა აქედან გამომდინარე გკითხოთ, დღეს ქვეყნის ესთეტიკური მედიცინა სად არის? საერთაშორისო პრაქტიკა, საერთაშორისო, ასე ვთქვათ, გამოცდილებას რამდენად უახლოვდება, როგორ შეადარებდით ამ ტენდენციას? ორივესგან მოინტერესებს გადამოწყვეტ. მე ვთვლი, რომ ნამდვილად, ანუ აქ არის ახლა პლუს მინუს ვიღაცა ეწევა და უსწრებს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი ერი, ესე ვიტყოდი. და არაჩვეულებრივი ექიმები გვყავს, აი მართლა, იმიტომ რომ აი იმ პირობებში, როდესაც არ იყო კონკრეტული მიმართულება, მე სულ ვამბობ, რომ არ იყო აი კონკრეტული თუნდაც მიდიხარ, აი გადავწყვიტე ესთეტიკური მედიცინის სწავლა მინდა და საწავიდე. და ასეთ პირობებში შენ გიწევს სოფლიოს მასშტაბით სათითაო და აი ესე ვთქვათ, წახვიდე, შენით მოიძიო, შენით გაარკვიო და ამ პირობებში მაინც შევძელით, რომ ჩვენ ყოფილიყავით კონკურენტუნარიანი და მას მერე რაც შესაძლებლობა იქნება, რომ დარგის ვიწრო სპეციალობაში არსებობდეს თუნდაც სალიცენზიო რეზიდენტურის ტიპის რაღაც ან რაღაც გარკვეული საფეხურების თეფები, როგორც აქვს საზღვარგარეთ ესეთი გამოცდილება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი სიძლიერე და მეტი განათლება. თუმცა ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ მოთხოვნის თვალსაზრისითაც, ექიმების ნაწილშიც, იმიტომ რომ გვყავს არაჩვეულებრივი კოლეგები და ვფიქრობ, არის რაღაცები, რაც დასახვეწია, აი თუნდაც ეს გაიდლაინების და სტრუქტურულ ნაწილში.
თუმცა ძალიან მებრძოლი, ძალიან ესე ვთქვათ, ამბიციური კოლეგები გვყავს და მათი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რა თქმა უნდა. თაკო, როდის ველოდოთ უკვე ასოციაციის პირველად შედეგებს? როდის ფიქრობთ, რომ ეს სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაში შევა და უკვე ეს ვთქვათ რეალურად ცალსახა შედეგები გვექნება, ესე ვთქვათ? კი ბატონო, თვითონ ასოციაციას აქვს მკაცრად გაწერილი გეგმა, ანუ რის მერე აკეთებს და ყოველი ეს ეტაპი არის პლუს მინუს დათარიღებული, როდის რა უნდა გავაკეთოთ. ისეთ მკაფიო შედეგებს, რომ უკვე რაღაც სტრუქტურულად შექმნილია და დიდი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული, დავინახავთ დაახლოებით სექტემბერში და აი ეს პერიოდი გვაქვს იმისთვის, რომ ძალები მოვიკრიბოთ, შევიკრიბოთ და პირველი ნაბიჯები გადავდგათ. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა გოგონებო გადაცემაში სტუმრობისთვის და საინტერესო ინფორმაციისთვის. ეს ისეთი საკითხი, რომელიც მუდმივად განვითარებადი იქნება, ამიტომ იმეც ვიტოვებ, რომ ხშირად იქნებით ჩვენი სტუმრები, უკვე პირველადი შედეგებით და იმ გაზრდილი გუნდით და რაოდენობით ასოციაციის წევრებს გულისხმობ, რომელსაც აუცილებლად იმედოვნებ, რომ გაგვიზიარებთ ხშირად. აუცილებლად. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. თაკო ლოლოა, გაიას თანადამფუძნებელი დირექტორი და ბაია კონდრატიევა, ასევე გაიას საბჭოს წევრი იყვნენ ჩვენი სტუმრები.